ვნახოთ უკვე მეხუთე ფაზაში უპირატესობას შექმნეს და ფრთაზე გადავიდა დიდი რაოდენობა იქით მხარეს და აი გადავსებაზე გვიან მივიდა ნახე მაღალი ბურთი გაკიდა და დატოვებს აუცილებლად ნინიაშვილის არის ეს ბურთი უნდა და აი იყოს ჩვენ გადასარევი იყო ჩვენურად ითამაშა იქ ორი კაცი ეთამაშებოდა ერთი ამასობაში ტონიკა ჯალაღონია მოახერხა ამ ბურთის დაუფლება ცენტრი გადაგორდა და ნინიაში არა ესეთი თამაში აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ეხლა მოლის გვერდზე აფრიკელები კაციშვიც არ გააჭაჭანებს ნუ თუმცა ეს იყო თავისუფალი კი და დატოვა მოედანში ვილილერუს გადაუკიდეს ბურთი კაცო ნინიაშვილი ყურადღებით ნინიაშვილი უფრო თამამი გვახსოვს ჩვენ უფრო თამამად უნდა არა, უფრო თამამად ვიდან დავახევინეთ მაგრამ ბურთი დავკარგეთ ამ სიტუაციაში აფრიკელები აკონტროლებენ ბურთს რა ინახეთ ოჰო და კარგია ამ მომენტში ნუ გასაგებია ეს დარტყმების სერია რომელსაც სამხრეთ აფრიკელები რომელთაც ცდილობენ ერთ-ერთი ფთაკანი თავისუფლად როდესაც ვერ ნახეს თავისუფალი ადგილი დაკიდეს მაღალი ბურთი იგივეთი არა კარგია ნინიაშვილი კიდევ ერთხელ ველკეთებული საქმე ორივე მისწრებადი იყო შორს დაკიდეს ამჯერად აფრიკელებმა უნდა მარტივად ნინიაშვილი ერთი კაცი მოიცილა შემდეგ შევიდა მორკინაგებს და კარგი იყო წინვალია დიან მართლაც ხელთ გვიტევენ ლერუ კრილი ძალიან სახიფათოა აქ წინ პასი იყო და მაინც მარტივს ვერანაირად ვერ დავარქმევ როდესაც თავისი 22-დან გაათამაშეს და ყველაფერი გადასარ ფეხს ურტყავენ მოედანში და ნინიაშვილმა უნდა მოხსნას ეს ბურთი ყოველ შემთხვევაში მიდის ამის გასაკეთებლად მაგრამ ფასიმ გააკეთა ეს ხალხი ხაც ხო აქ უკვე ნამდვილად წინ თამაშია ნინიაშვილი ზრუმოძრაობა ორი კაცი გააჩერა როგორიც ეს არის ჯარიმა რომელიც ჩვენ უნდა გვერგოს მაღალი ბოჭვარი რამხელა ინტელექტი გამოავლინა სათამაშო დაინახეთ ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა შიგნით შემოატრიალეს შიგნით შევიდა როგორ გავატარეთ აქ ესე არ უნდა მივიდეთ 22-თან მოვიდნენ სამხრეთ აფრიკელები ჩასული ნინიაშვილი ბურთზე თამაში იყო წინვალე თამაში ბრავო ნინიაშვილმა გადაგვარჩინა ეხა ძალიან ცუდ შედეგებს ნამდვილად აქ ხო მაგრამ პასმა ვერ ივარგა ბოლო ეპიზოდში და აქედან გამომდინარე მოგვეცა ჩავხუროთ კიდევაც სპეკმანი გავაჩერდეთ ბურთიანად აქ მოლის გვერდზე გადააპირა გასიზავს პირდაპირ აუჩი გადაიტანს თუ ნინიაშვილი ესეც მოხსნა ერთია და მე დაიტოვა ამ ბურთს გამთხელა უნდა დომინანტები ვეღარ ვართ მაღალი ბურთი აბა ვნახოთ ნინიაშვილი ისე უნაკლო იყო კონტროლზე უნდა გამოეტანა ბურთი და სწრაფად გაიტანენ და ეხლა კიდევ ერთი უპირატესობა ნახეთ კესელაძე რამდენს იბრძვის და ისე მარცხენა ფრთაზე გადმოიტანეს ბურთი და იძულებული და ამ სიტუაციაში წინვალე იყო უდაოდ მაგრამ აი ამ ხალხს უბრალოდ როგორ გინდა გააჩერო აი მართლა როგორ აი აქ ბურთში კიდევ და ეხა ჩვენი აჯარი და ისევ ნინიაშვილმა შეხედეთ ორჯერ სუფთად ამოიღო ბურთი გაუჭე გეუბნები ნუ აქ უკვე დარღვეული გქონდა თან დაცვის ხაზი დააკვირდი დაცვის ხაზი დარღვეული გქონდა და აქ სიტუაციის გადარჩენა მეორეჯერ გადაარჩენა სიტუაცია დათო ნინიაშვილი გახლავთ კაცში ის მე-19 ჯერ ვარ გამოგვირჩევია და გამოარჩიეს 20 მეტრი გააკეთა ორჯერ გააბითურა დამცველი 8ჯერ გადაკვეთა უპირატესობა